ფარმაცევტული სფერო არის ის სფერო, სადაც ალბათ ყველაზე ხშირად გამოიქმნის ფასების ხელოვნურად ზრდასთან დაკავშირებით და კონკურენციის ნაკლებობასთან დაკავშირებით საყვედურები. ეს ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა აბსოლუტურად არგუმენტირებულია. ბოლო ხანებში რა თქმა უნდა ვთქვათ, რომ გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ თვალსაზრისით ვითარების გასაუმჯობესებლად, თუმცა რასაკვირველია, აი მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები იძლევა რა თქმა უნდა სიგნალებს აიმისოთ, რომ კარგად გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა გასაგრძელებელია, საიმისოთ, რომ რეალურად სამართლიანი ფასით სარგებლობის შესაძლებლობა კონდეს ქართველ პაციენტს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ის მანკიერებები, რომელიც ამ შესწავლამ გამოავლინა, მათ შორის ისეთი კატეგორიის ხარჯების შეყვანა ფასნამატის სახით, არ ვიცი, ფასის წარმოქმნის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და ეს არის ის, რისთვისაც რა თქმა უნდა იყოს მოწოდებული კანონმდებლობა, რომ ითვალისწინებდეს ასეთი შემთხვევებისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას. მომავალში რა თქმა უნდა გაგრძელდება იმ მიმართულებით მუშაობა, რაც ნიშნავს მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტად ქმედითი რომ გახდეს, შეიძლება მოცვის გაფართოებაზე ვისაუბროთ და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ არის პრაქტიკები, რომელიც აბსოლუტურად შეუწყნარებელია სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული. რამ განაპირობა თავის დროზე მიმართვა, ბუნებრივია განაპირობა იმან, რომ არსებობდა ვარაუდი აბსოლუტურად არგუმენტირებული, აბსოლუტურად კარგად დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს მანკიერებებს შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონოდა. ბუნებრივია, სადაც და როდესაც აღმოჩნდება მსგავსი ვითარება, როდესაც წავაწყდებით და არგუმენტი იქნება საკმარისი, რასაკვირველია, ყოველთვის ბუნებრივია, რომ მივმართავთ შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომელსაც ევალებათ სამართალდარღვევაზე რეაგირება, ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და ბუნებრივია, რომ იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი იმასთან, რასაც ქვია უსამართლო ფასის შეთავაზება პაციენტისთვის. ბოლო ხანებში განსაკუთრებით მნიშვნელოვან მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებულმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო მსგავსი კონკურენციის დეფიციტის აღმოფხვრას და შესაბამისად მეტად უფრო გაჯანსაღებულია ბაზარი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ხაზგასმით, რომ ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ სადღაც რაღაც პროცესი უსწორო მიმართულებით გაიქცეს. აი ამ თვალსაზრისით ყოველთვის თვალს ვადევნებთ რა თქმა უნდა პროცესს და შესაბამისად როგორც კი გაჩნდება საფუძველი კონკრეტული მიმართვისთვის, რა თქმა უნდა, იქ არ დააყოვნებს ჩვენი სამინისტრო. კონკურენციის სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა რიგ მედიკამენტებზე არარეალურად მაღალი ფასნამატების შესახებ, რომელიც 2023 წლის დეკემბერში მივაწოდეთ კონკურენციის სააგენტოს და დადასტურდა 4 კომპანიის შემთხვევაში აღნიშნული ფასნამატების არსებობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფასწარმოქმნის პროცესი არ იყო კონკურენტული ქვეყანაში და მედიკამენტები ორჯერ, სამჯერ უფრო ძვირად და ხანდახან რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო მეტად ძვირად მიეწოდებოდა მოსახლეობას იმპორტის ფასიდან საბოლოო ფასამდე, ანუ აფთიაქის საცალო რეალიზაციის ფასი იყო ძალიან მაღალი, რაც რა თქმა უნდა ხელს უშლის ხელმისაწვდომობას აღნიშნულ მედიკამენტებზე. რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას და ზოგადად ფასწარმოქმნის პროცესს, რა თქმა უნდა წარმოებიდან საცალო რეალიზაციამდე მედიკამენტს უნდა ემატებოდეს ადეკვატური ფასნამატი, რომელიც წესით უნდა ფარავდეს ისეთ ხარჯებს, როგორიც არის მედიკამენტის შენახვა და დისტრიბუცია. ასევე მარკეტინგისთვისაც შესაძლებელია იყოს გამოყოფილი ხარჯები. თუმცა ეს ყოველივე სხვადასხვა ქვეყანაში და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არ აღემატება საბითუმო და საცალო ფასნამატები, როგორც წესი 40%-ს. ჩვენ შემთხვევაში მოკვლევა ზუსტად იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს იყო 1000% და მეტი, რამდენიმე მედიკამენტზე 3000%-იც კი იყო ფასნამატი და ამ შემთხვევაში მოკლედ კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის შედეგად გამოავლინა და უკვე ასახელებს იმ ხარჯებს, რაც შედიოდა მედიკამენტის ღირებულებაში. ეს არის მაგალითად სხვადასხვა ძვირად ღირებული მანქანებით გადაადგილების შესაძლებლობა, ასევე არ ვიცი, ოქროს და ძვირფასეული სამკაულების ხარჯები, ასევე არის კოსმეტიკური და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურების ხარჯი, რაც არანაირად არ ჯდება ეთიკური მარკეტინგის პირობებში.